სოფლიოში საკვების მესამედი იყრება მაშინ, როდესაც ამდენ ადამიანს არ აქვს საკმარისი საკვები. წარმოიდგინეთ, თურმე საკვების უმეტესობა ჩვენი სახლებიდან იყრება. ყოველი გადაგდებული პროდუქტი მხოლოდ დაკარგული კი არ არის, არამედ ფუჭად დახარჯული წყალი, ენერგია, შრომა და ფულია თქვენი ჯიბიდან. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ბევრის გადარჩენა შეგვიძლია. საკვების ნარჩენების შესამცირებლად მთავარი სწორად შენახვაა. მოათავსეთ დარჩენილი საკვები კონტეინერებში და შეინახეთ მაცივარში ან საყინულეში. დიახ, პურის გაყინვა შეიძლება. საჭიროებისას ის უბრალოდ გაათფეთ და კვლავ ფუმფულა და ახალივით იქნება. ბანანის მაცივარში შენახვა კი სასურველი არ არის. ყოველწლიურად მილიონობით ტონა ბანანი და ვაშლი იყრება მხოლოდ შეფერილობის გამო. თუმცა სრულიად ვარგისია. დაჭერით, დააბლენდერეთ და ერთ წუთში გექნებათ უგემრიელესი და ნოყიერი სმუზი. გემრიელი, სასარგებლო და ნარჩენების გარეშე. თუ ბევრი საკვები დაგრჩათ, მოაწყვეთ ნამსეცობა, დაპატიჟეთ მეგობრები და ერთად ისიამოვნეთ. გემრიელი სუფრა, შესანიშნავი მეგობრების წრედა, ნული ნარჩენები. იზრუნეთ საკვებს, იზრუნეთ საკუთარ თავზე და გაგიმარჯვეთ.